რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დღეიდან თურქეთის ოფიციალური პრეზიდენტია. ქვეყნის პირდაპირ წესით არჩეულმა პირველმა ლიდერმა 70-მდე ქვეყნიდან ჩასული ლიდერების წინაშე ფიცი დადო. პარლამენტის შენობაში მიმდინარე ინაუგურაციის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც დაესწრო, რომელიც ანკარაში ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ჩავიდა. თუმცა საზეიმო ცერემონიას ინციდენტის გარეშე არ ჩაულეა. თურქეთის საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუციის ტექსტი ესროლა. დეტალებს ახლა რატი ხვისტანი მოგუყვება, რომელიც ანკარაში იმყოფება, რატი გისმენთ. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უკვე ოფიციალურად გახდა თურქეთის პრეზიდენტი. ფიცის დადების ცერემონია პარლამენტის შენობაში გაიმართა, თუმცა მას ინციდენტის გარეშე არ ჩაულია. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლა ითხოვა, ხოლო მას შემდეგ რაც პარლამენტის სპიკერმა მას ამაზე უარი უთხრა, ოპოზიციის წარმომადგენელმა პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუცია ესროლა. ამის მიუხედავად რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ფიცი პარლამენტის და ქვეყნის წინაშე მაინც დადო და თურქეთის მოსახლეობას შეპირდა, რომ ქვეყანას ათათურქის კანონებით მართავს. პრეზიდენტის რანგში ვფიცავ თურქი ხალხის წინაშე შემს რეპუტაციას და ღირსებას, რომ ვიქნები ქვეყნის არსებობისა და დამოუკიდებლობის გარანტი. ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ახლად არჩეული პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართა, სადაც მას უკვე ყოფილი პრეზიდენტი აბდულა გიული ელოდა. აბდულა გიულმა ახალ პრეზიდენტს პოსტი ოფიციალურად გადასცა და მას შემდეგ უკვე ორივე მათგანი შევიდა პრეზიდენტის რეზიდენციაში და გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია, რომელიც ანკარაში ჩამოვიდა ახლად არჩეული პრეზიდენტის მოწვევით. ამ წუთებში კი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარეობს უკვე ოფიციალური ვახშამი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა სტუმარს და განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს პრეზიდენტებს, რომლებიც ჩამოვიდნენ ამ დღისთვის და რომლებთანაც მაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა. 40 წლის განმავლობაში ერთად მოვდივართ მე და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. ეს თითქმის ნახევარი საუკუნეა. შეიძლება ითქვას, რომ მე ჩემს მეგობარს გადავაბარე პრეზიდენტის ოფისი. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც იცის, როგორ უყვარს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სამშობლო და მისი ერი. ძვირფასო სტუმრებო, პრეზიდენტებო, პარლამენტის თავმჯდომარეებო, პრემიერ-მინისტრებო და მინისტრებო. ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გულითადად მოგიკითხოთ და მადლობა ვუთხრა ყველა სტუმარს, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება აქ ამ მნიშვნელოვან დღეს. მინდა პირველ რიგში გამოვხატოთ ჩემი ულევი მადლიერება თურქიერის წინაშე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელიც ხალხმა აირჩია. მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩემს წინამორბედს, რომელთან ერთადაც პრემიერის რანგში ჰარმონიულად მუშაობდი. მინდა მას მადლობა ვუთხრა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო. ევროკავშირის წევრობა თურქეთის სტრატეგიული მიზანია და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. ჩვენი დემოკრატიული რეფორმები არ შენელდება. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ქვეყნის მე-12 პრეზიდენტი გახდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თურქეთის მოსახლეობამ პირდაპირ წესით აირჩია საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი, აქამდე ამას პარლამენტი აკეთებდა. არჩევნებში რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 52% მიიღო. გმადლობთ, რატი ხვისტანი საუბრობდა ანკარიდან, სადაც თურქეთის მე-12 პრეზიდენტმა ფიცი დადო.